ძალიან სახასიათოდ და მრავლისმეტყველად დააჯდა გუშინდელ დღეს აი მოვლენები ერთმანეთს. მეორე ნაწილი ფაქტიურად აღნიშნა, შეიძლება ითქვას, აი ფიგურალურად დამოუკიდებლობის დღე, აი open air-ზე ეს რაღაცა ფესტივალი რო იყო მათი ვერსია, აი თუ რამე შეიძლება მედასავლეთი ნაწილისთვის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას გამოხატავდეს, იყო ეგ. ან მათთვის ეგ არის დამოუკიდებლობის დღე. მათი მომავლის წარმოდგენა არის შემდეგი. ჩვენი იდენტობა, რაც არის, აი ქართული იდენტობა, ეგ ტეხავს, ეგ არის რაღაც ჩამორჩენილი, რაღაც ტვირთად აკიდებული, მიუღებელი, რაღაც აგრესიული და ჩვენ ეგ უნდა დავთმოთ და მივიღოთ ევროპული იდენტობა. აი ევროპაში არსებული ლიბერალური იდენტობა. ანუ ევროპელები უნდა მათი დამოუკიდებლობის დღის შინაარსი ეს არის. ექვემდებარება თუ არა ყველაფერი გამოსწორებას ისევ ოცნება ხელისუფლებაში, რომელიც ამბობს, რომ გამოვიდა deep state-ის ტყვეობიდან და ახლა უკვე კონსერვატორია, მაგრამ ეს საქმით უნდა დამტკიცდეს. ნუ რასაც ვხედავთ ახლა ჩვენ ამის გამოსწორების პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არის ხელისუფლებაზე, მაგრამ რამდენად აკეთებს ამას. გამოსწორებული ხელისუფლების პირობებში ხდება ესეთი რაღაცა და არის თუ არა პასუხისმგებლობა ხელისუფლების, რომ ამაზე კონდეს რეაგირება. ხო, ანუ აი ეს ნაწილი, რომელიც არის, თქვათ, ვინც აღნიშნავს თავის დამოუკიდებლობის ფორმას open air-ის სახით, ხო? მათი წარმოდგენა დამოუკიდებლობაზე არის ის, რომ ჩვენ უარი უნდა თქვათ ჩვენს ქართულ ტრადიციულ იდენტობაზე, უნდა გავხდეთ ისეთები, როგორებიც არიან ევროპელები, აი თავისუფლები იმ ტრადიციული კულტურული ნორმებისგან, რომლებიც ქონდა. რაც მათ მიაჩნიათ რომ სიბნელე. ეს არის ეს ნაწილი, ანუ ეგ სინამდვილეში ეგ ნაწილი გულისხმობს არა დამოუკიდებლობის აღნიშნავს და სურვილს, არამედ მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ შევიდნენ დამოუკიდებულ მდგომარეობაში სხვა იმპერიასთან დასავლურ, ან მათ უნდათ სხვა იმპერიაში შესვლა უბრალოდ. ანუ ინტეგრაცია. ესე მათ არ უნდათ. დამოუკიდებლობა კი არ უნდათ. უნდათ ვიღაცის მორჩილება, ან კონკრეტურის არ უნდათ და ვიღაცის უნდათ. სხვისი უნდათ, აი დასავლური იმპერიის ნაწილი უნდა გახდეთ. და მესამე ნაწილი, რომელსაც აი ყველაზე შევიწროებული, ყველაზე რაღაც უიმედოდ დარჩენილი, მესამე ნაწილი არის სინამდვილეში ის ნაწილი, რომელიც ეროვნული მოძრაობისთვის იბრძოდა, ან მათი იდეური მემკვიდრეები, ვინც არიან, აი კონსერვატიული ეროვნული ნაწილი, რაც არის საზოგადოებაში, რომლებსაც მართლა უნდა დამოუკიდებლობა, მართლა თავისი რაობის შენარჩუნება უნდა ტრადიციული, უბრალოდ არსებული ფორმა სახელმწიფოს ეუბნება, რომ ჩვენთან განსაზღვრული არ არის საერთოდ რანაირ სახელმწიფოს ვაში მნიშვნელობა არ აქვს. რაღაცა როგორც ხელისუფლება მასალას, როგორც დაალაგდება, ის დაალაგდება, მნიშვნელობა დიდად არ აქვს და ყველაზე დომინანტი გავლენის თვალსაზრისით ნაწილს უნდა რომ პირდაპირ აი ამათი ტრადიციული ნაწილის ხედვა საერთოდ გადაიხაზოს, გაუქმდეს და სხვა იმპერიის იმაში შევიდეთ, რა ქვია, მორჩილებაში შევიდეთ. ამიტომ სინამდვილეში მართლა დამოუკიდებლობის აღნიშვნის სურვილი აქვს აი კონსერვატიულ პატრიოტულ ნაწილს, უბრალოდ მათეულ ხედვას, ანუ რეალურ სახელმწიფოებრივ ეროვნულ ხედვას არავინ გავლენიანი ნაწილიდან არავინ არ წარმოადგენს, არავინ არ აღნიშნავს და შესაბამისად მაგიტოა აი ამ დღის მიმართ ესეთი გაუცხოება რეალურად ქვეყანაში, რომ რეალურ დამოუკიდებლობას, რაც გულისხმობს ამას ან მართველი ძალა საერთოდ სრული გულგრილობით უყურებს. ან არის ნაწილი, რომელიც პირდაპირ მტრულად აღიქვავს ამ პროცესს. და რაც შეეხება შესაძლებელია თუ არა აი ვითარების კონსერვატიული მიმართულებით შემოbrunება. მოდი ასე ვთქვათ რა, ეხ პატრიოტულ ნაწილში რა თქმა უნდა არიან ახალგაზრდები, ოღონდ მათი პროცენტი არ არის რაღაცა მნიშვნელოვანი, მათი პროცენტი არ არის უმრავლესობა ამ ნაწილში და შორს არის უმრავლესობისგან. ანუ ნორმალური ახალგაზრდები ცხადია ყველა ან ჩვენ ფლანგზეც არიან, ბევრნი არიან, მაგრამ ის რომ უმრავლესობას წარმოადგენენ, ეგ ილუზია იქნებოდა. ეხლა რეალობა არის შემდეგი. უმრავლესობა ახალგაზრდობის იხრება ტრადიციული იდენტობის დათმობის იდეისკენ. აი open air-ზე. თან აი ბევრი არ იყო იმას დათმობილი აქვს. იქ ვინც იყო იმას დათმობილი აქვს, ბევრს უნდა და არ იყო შენ თქვი და კიდე უფრო მეტია როგორი ხალხი. ვისაც რეაქცია არ აქვს.
შეიძლება დიდად რაღაცა ნეტა იქ იყო და მას დგანც და შეიძლება არ ქონდეს უბრალოდ რეაქციის არ პრობლემას ეხა შეიძლება გვისმენს არ ვერ ხვდება რაში მდგომარეობს პრობლემა. ანუ ეგ რო ჩატარდა რა პრობლემაა, შეიძლება მაგასაც ხო, ეგ უკვე იდენტობის დათმობის ხარისხს ნიშნავს. ანუ ეგ უკვე ნიშნავს, რომ აი კულტურული ნორმები, რომლებიც გეუბნება, რომ აი რაღაცნაირი ქცევა, რაღაცა სრულიად ავადმყოფური, აღვირახსნილი პერვერტული ქცევების საჯარო დემონსტრირება მით უმეტეს ბავშვების თვალწინ და საერთოდ ზოგადად ეგ კატეგორიულად მორალური თვალსაზრისით მიუღებელია და ნორმა უნდა არსებობდეს მაგის მიუღებლობის. აი ეგ ნორმა ვისაც აღარა აქვს და ვისაც რეაქცია არ აქვს, იქ ხო გვესმის რომ თვითონ შეიძლება დიდად არ უნდადეს მონაწილეობა არ ვიცი. გულგრილი იყოს ამ თემის მიმართ, მაგრამ გულგრილობაც გულისხმობს დათმობის ხარისხს. ამიტომ ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ახალგაზრდობა ძალიან დიდი ტემპით მიდის იქით. და ეხლა შეიძლება ოცნების ფლანგი ანუ გულგრილი ფლანგი არ მაინტერესებს როგორი იქნება სახელმწიფო და სახელმწიფოს აღნიშნა როგორც ასეც და ძალაუფლებაში სანამ ვარ ხო მე ვარ და ხო მაგ ბერკეტები აი ეგ ნაწილი რომელიც მათ შორის ქვედარგოლიც რაღაცა ხელის მოთბობის მოტივებიდან გამომდინარე საკმაოდ მრავალრიცხოვანია და შეიძლება ეგ ფლანგი ფიქრობდეს რომ ეხლა კი ვერევი იმათ მაგრამ მომავალი ვისია ანუ მომავალი როგორია სემპლში ოცნების ფლანგის ტრაგედია ისაა რომ მათ შემადგენლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილს იქ უნდა შინაარსობრივი თვალსაზრისით იგივეს აკეთებდნენ აი წინა წლების ან სანამ ესენიც აქტიურად დასავლეთში მიდიოდნენ იმ წლების სახელმწიფო აღნიშვნის ფორმაც ეგეთი იყო რომ ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ და ამაზე რა ტექსტებს წერდნენ და ასე შემდეგ უბრალოდ ის ნაწილი აღარ იღებს ეუბნება რომ შენ დასავლეთს რო არ ემორჩილები სათანადოდ და რაღაცა მის დირექტივებს ბოლომდე არ უსმენ შენ მე მაკარგვინებ დასავლელობას მაკარგ დასავლეთის იმპერიაში ინტეგრაციის საშუალებას მაკარგვინებ აი ჩემი ქვეყანა ჩემი ეროვნულობა რო უნდა დავთმო მათი იმპერიაში შესვლის იდეით მაგის შანსებს მართმევ და მაგიტომ არ გიღებ ჩემს რაღაცას ფიგურალურად ჩემს open air რაღაც ფესტივალებზე არ გიშვებ იმიტომ რომ ჩემი წინაღობა ხარ ამ საქმეში და ოცნების შემადგენლობასაც იქ უნდა სინამდვილეში და პირდაპირ წერდნენ სხვათა შორის მათი აქტივისტები წერდნენ რომ თქვენო ეხლა რომ მიიწერეთო ეს open air და ახალგაზრდობაო ჩვენ ეგრე არ არისო რა ჩვენგანაც ბევრი მანდით გავა და ჩვენც ეგეთი ბჭყალებში პროგრესულები ვართო და მან კითხვა ჩდება რომ მომავალი ხო ასეთია ანუ როგორი მომავალი წარმოუდგენია აი მათ შორის ვეკითხები ოცნების ეგრეთ წოდებულ აი კონსერვატორ ამორჩეულს რომლებმაც მთელი ქვეყანა რა ვიცი აი რკინის ქალამნები ჩაიცვეს და მთელი ქვეყანა შემოიყვანეს არჩევნების წინ აი შეძრეს ყველა რაღაცა ყველას უმტკიცებდა რომ ნუ გეშინიათ ხალხო აი ესენი გაკონსერვატორდნენ მენდე აი ამას ხო არენდო მენდე რომ ესენი ნამდვილად ესენი იქნებიან გარწმუნებთ გარანტი იმისა რომ ასეთი სიბინძურე გარყვნილება და იდენტობის დაკარგვაზე ორიენტირებული რაღაცა პროცესი შეწყდება ხო მაგას ხო გეუბნებოდნენ მათი პასუხისმგებლობა დგას ანუ ვიღაცა რო ხსნიდეს რომ მაგალითად ნუ გეშინიათ ხალხო ნაცები აირჩიე და არ იქნება მხეცობები და ნაცებს შეაცდენ ადამიანს ნაცებზე მიაცემინებ ხმას და მე იქნება მხეცობები მხოლოდ ნაცის პასუხისმგებლობა ხო არა ვინც ამას ლაპარაკობდა იმ ამორჩეულის პასუხისმგებლობას ხო არა რას მატყუებში კაი ადამიანი თუ არ იცი გაჩუმდი აი შენც შეცდი თქვი რომ შევცდი ხალხო და მეტი პასუხისმგებლობა მოტრიალდე და ეხლა ყვიროდე რომ აი ეს რა შემეშალა და ესენი რა არაკაცები ყოფილან შენ უნდა შეუტიო ხო და მაგ ამორჩეულს ვეკითხები აი ოცნების ამორჩეულს აი ეს ახალგაზრდობა რო აქეთ მიდის ეგ საწავა ეგ პროცესი ეგ შეიცვლება ვინ შეცვლის მაგას ან როგორ შეცვლის მაგას რაში ატყობთ რომ ოცნებას თქვენ შეგიძლიათ ვინმე თქვენკენ მიიმხროთ ამ საკითხში არავინ ახალგაზრდობა თქვენსკენ არ გადმოსულა კაცო თქვენსკენ გადმოვიდა უბრალოდ კონსერვატორი ნაწილი რომელიც კონსერვატორი იყო სულ რომელიც ომობდა ბრაზდებოდა იბრძოდა და თქვენ არ გენდობოდათ და თქვენზე გაბრაზებული იყო იმის გამო რომ ანტიეროვნულ ნაბიჯებს დგავდით პროპაგანდის სახით თუ კანონების სახით ეს ნაწილი წინასაარჩევნოთ ამ ხალხის ნაწილის შეცდომაში შევიდა ჩათვალეს რომ
ხო არ გაეროვნულდა ესენი და ეს მუხტი კონსერვატორი ნაწილის დამაბალანსებელია იმ ვიღაც ახალგაზრდების, ოღონდ კონსერვატიული ნაწილი გუნო აღიაროთ, ეგ სამწუხაროა ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კონსერვატიული ფლანგის ყველაზე აქტიური პოლიტიკური ძალა და ჩვენი წვლილი დიდია იმაში, რომ მათ შორის მუხტი არსებობს კონსერვატიული. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ კონსერვატიული ნაწილის ასაკი, საშუალო ასაკი ბევრად მაღალია ვიდრე ლიბერალური ნაწილის. ახალგაზრდობა პრაქტიკულად მასიურად იმათკენ არის. კი, ჩვენკენაც არის გარკვეული პროცენტი, ოღონდ პროცენტულად შეუთავსებელია მათი რაოდენობა, ხო? და ვის კი ბატონო მესმის თქვენი ვიღაცების რაღაცა გადაჭარბებულად ოპტიმისტური წარმოდგენები, რომ აი იმედით, რომ ხელისუფლება გამოსწორდა, შეიძლება ზედმეტად ინფანტილურად მიუდგენ ვიღაცების საქმეს, მაგრამ რის იმედად წარმოგიდგენიათ, რომ მომავალი კონსერვატორების არის, რომ ეს ახალგაზრდები შეიცვლებიან, ვის მან რადგება იცი საკითხი, ის ახალგაზრდა რომ შეიცვალოს, მას უნდა უნდადეს ვიღაცას დაემსგავსოს. აი ეს არის მაგარი პირობითად ვამბობ, ეს არის ჭკვიანი, ეს არის მისაბაძი, წარმატების რაღაცა შესაძლებლობებს ასხივებს და აი ესეთი უნდა ვიყოთ. აი ვისზე გაქვთ ეჭვი, რომ მასეთ როლურ მოდელს შექმნის ახალგაზრდობისთვის. ხელისუფლებაში არსებობს. არც გინა ხელისუფლებაში და გინა აი რავი გადავხედოთ აგერ ხელისუფლების მხარდამჭერა ბჭყალებში რო ვთქვა ნახევრად მხარდამჭერ კონსერვატორულ ძალებს. მაგ ხალხს რო შეხედავ, ანუ იმ ახალგაზრდობას მაგნაირობა მოუდება? ანუ ის ახალგაზრდობა ხო ლიბერალდება, იმიტომ რომ ვიღაცა არწმუნებს, რომ აი ესეთი მდგომარეობა არის წამგებიანი, ესეთი მდგომარეობა არის არაწარმატებული, ესეთი მდგომარეობა არის არაიდეური და ასეთობა რა თქინდა, აგერ ჩვენნაირი იყავი, რაღაც ევროპა მაგარია, წარმატებულია. შეერთებულ შტატებში წახვალ პროგრესუ, არა მარტო წახვალ, შეიძლება არსად არ წახვიდე, მაგრამ უფრო პროგრესულია, უფრო ინტელექტუალურია და ვიზე გვაქვს ეჭვი, რომ აი რაღაცა ამათ რო შეხედავენ ისეთი მედგარი იდეურობა ჩანს მათში. თან ისეთი რაღაცა კომპეტენცია, ისეთი ინტელექტუალურობა, იდეოლოგიურ ტოლბას გამოიწვევს. რომ აი იდეოლოგია იხულებს ის ახალგაზრდა, რომელიც ახლა სრულიად გადააგვარეს იმ თავისი 13 წლის განმავლობაში, თვითონ ელაპარაკენ, რომ ისეთობა ჯობია, თვითონ ელაპარაკენ, რომ ქართველობა, ჩამორჩენილობა აი ევროპელობა ცნობიერებას არ მესმის რა არის ეგ ტექსტიც. ხო, ეროვნული ცნობიერება არ მესმის და ევროპელობა თუ არ მივიღეთ, ისე რა, ჩამოჩენილი ევროპელი თუ არა ვარ, ქართველად ყოფნას აზრი არა. ხო და აი ვიზე გვაქვს ეჭვი, მართლა სერიოზულად ჯერა, აი მაყურებელსაც მაინტერესებს, აი ხო უყურებთ აგერ. აი მოდი მოგწერეთ დონაცია, ჩვენ დაახლოებით კიდევ 1 საათი ვიქნებით ეთერში და შეგიძლიათ გამოგზავნოთ გადაცემის დასრულებამდე. თუ აი კი ისე აზრადაც დაწერონ, ვინც დონაციას ვერ წერს თქვა, ხო? მართლა ხედავთ ვინმე ეს აი მანდ ახლა ძნელია რაღაცა ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ხედავ რომ სინამდვილეში ყველაფერთან ერთად ამ ძალიან შერყეული ეროვნული სახის ამ ახალგაზრდობისა ძალიან შერყეული სახის პირობებში ადრე ამაზე ხალხს რეაქცია ქონდა. ეხლა რეაქციაც ისეთი აქვს რა, აი მათ შორის ახლა ხო უყურებთ, მათ შორის აი ეგეთი ბჭყალებში კონსერვატორები რომელიც უცნების ფლანგისკენ გადაიხარენ, მათი რეაქციაც ხო შეირყა, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა თქვან პირდაპირ ხელისუფლებას ბრალდება და ხელისუფლებას არ უნდა დააბრალონ. ამიტომ მთელი პრობლემა მაგაში მდგომარეობს რა. სამწუხაროდ შემოbrunების მექანიზმი თლად გასაგები აღარ ჩანს.